ახლა ეს კორპუსი ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად თბილისის სხვადასხვა უბანში შენდება. ფეშენებელურ ცათაბჯენებს ერთი მეორეს მიყოლებით ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და მეტიც თვით ეგრეთ წოდებული დეპუტატები ან მათი ოჯახის წევრები აშენებენ. კადრში გლდანი ინიჩანს. სამი მრავალსართულიანი შენობა დამუშავებული ბეტონით, მეტალოპლასმასის ფანჯრებით, მინის მოაჯირებით და რუხი ფერის კომპოზიციური მასალით უნდა შეინახოს. ბეტონის გიგანტს ყველაზე მჭიდრო დასახლებულ უბანში ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პოლიციელი და ოცნების დეპუტატი გოდერძი ჩაქსელიანი აშენებს. ეს მთელი კორპუსი და კორპუსები უფრო სწორედ ერთი არის, ყველა გლდანი ინია? როგორც ვიცი, საცობებს არ შექმნის? ნაწილობრივ შესაძლოა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ შემდგომ გამოჩნდება უკვე. იცით რომ თბილისში მშენებლობების უმრავლესობა დეპუტატებს ეკუთვნით? მე ნამდვილად არ ვიცი და ვეც დავაბრალებ, არ ვიცი, მაგრამ მაგათ ხელეწიფებად და ალბათ ეგეთი არის. რატო ხელეწიფებად თქვენი აზრით? ხელფასები მაღალია, პენსიები დაბალი გვაქვს. არის ქვეყნები, სადაც თურმე 4-ჯერ მეტი ხელფასი არ დაქონდეს სახელმწიფო წარმომადგენლის, მაგრამ ჩვენთან ეს კანონი არ კანონობს. რომ შეუქმნის ყველას პრობლემას ფაქტი. რატო შეუქმნის ესეც რომ იხარ? ელემენტარულად ხო არის, რომ კორპუსიდან კორპუსამდე ეს გამწვანება აღარ არის, რა ვიცი, აქ რომ თავის დროზე ნორმალური სიტუაცია ყოფილიყო ამ ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით თავიდანვე აშენდებოდა და არა ეხლა. გამწვანების გარდა საცობს თუ შექმნის? რა თქმა უნდა, ყველაფერს შექმნის. ორი აზრი არსებობს ამ ხელა კორპუსებში ამდენი მაცხოვრებელი, ყველას მანქანა და რა თქმა უნდა, გაუსაძლის იქნება. ჩანქსელიანის ბიზნეს მისი ძმა და შვილი მართავენ. სანამ ოჯახი სამშენებლო ბიზნესში ჩაერთვებოდა, ისინი ხორბალსა და ფქვილს ყიდდნენ. 2019 წელს სახელმწიფოს ეჭვი გაუჩნდა, რომ ჩანქსელიანები გადასახადებს მალავდნენ. აღმოაჩინეს გადამალული 6 მილიონიც, რაც შემოსავლების სამსახურთან დავის საგანი გახდა. იმ დროს ბიზნესმენი უკვე პარლამენტის დეპუტატი იყო. 2023 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩანქსელიანს ვალი ჩამოაწერეს. იყო შეცდომა ხდება მსგავსი შეცდომები, არასწორად იყო დაკისრებული და მოხდა გადახურვის თანხმობა, ეს ვიცი მე ზუსტად. გოდერძი ჩანქსელიანი ერთადერთი ბიზნესმენი არ არის, რომელიც პარლამენტში შევიდა და დუმილი ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მშენებლობით არის დაკავებული ბეჟან წაქაძის ოჯახიც. დეპუტატის საქმიანობას ახლა მისი შვილი ბიძინა წაქაძე აგრძელებს, რომელსაც ლაღიძის 12 ნომერში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ისე უნდა აეშენებინა, რომ ძველი მე-19 საუკუნის შენობის კედელი შენარჩუნებულიყო, თუმცა შენობის მნიშვნელოვანი ფრაგმენტი ერთ ღამეში დაინგრა ან დაანგრიეს. მერიამ მოკვლევა დაიწყო. მშენებლობა გრძელდება. შენობა, სადაც კედელი პირვანდელი სახით უნდა აღდგენილიყო, დღეს ასე გამოიყურება. გობრონიძის 39 ნომერში ხალხი უკვე ცხოვრობს. შენობა ბიზნესიდან ოცნებაში დაპორტირებულ პოლიტიკოს ირაკლი კირცხაიას ეკუთვნის. საცხოვრებელი სახლი მთის ფერდზე 8 სართულიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 11 სართული აშენდა. ამის მიზეზი 2023 წლის 11 აპრილის საკრებულოს გადაწყვეტილება. რატომღაც პოლიტიკოსის კომპანიას ცენტრპოინტ ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სამშენებლო კოეფიციენტი დაემატა. გობრონიძის ქუჩაზე მისულებს ირგვლივ მცირე ზომის სახლები დაგვხდა, თუმცა მარტივად შევამჩნიეთ იქვე ამოზრდილი ბეტონის ჯუნგლები. ეს კორპუსები რო შენდება, პრობლემები არა გაქვთ ადგილობრივ? რა თქმა უნდა, მაქვს. შეიხედეთ რამხელა ბავშვი მყავს სახლში 3 თვის. ამ 3 თვის ბავშვს ვერ ვაძინებ დღის განმავლობაში. გარეთ ვერ გამყავს, კერძო სახლი ავიშენე დაუსა ესეთ კორპუსების გარეშე, იმიტომ რომ ახლოს აქ არც ის კორპუსი არ იყო ჩვენ რო ავიშენეთ, ეს სახლი იდგა მხოლოდ და ის დაბლა. მერე გაშენდა ყველაფერი, იმიტომ გავყიდე ყველაფერი და იმიტომ წამოვედი. შემთხვევითობის პრინციპით შაბათის ფორმულამ სწორედ იმ ოჯახის კარზე დააკაკუნა, რომელსაც მომიჯნავე მშენებლობამ პრობლემები შეუქმნა. გვერდით 8 სართულიან შენობას MBC დეველოპმენტი აშენებს. სამუშაოებმა კი სახლის კედლებსა და ეზოს ბზარები გაუჩინა. დაწეულია მიწის მასაც. 5-სულიან ოჯახში საფრთხეებზე გვესაუბრებიან. აქვს უფლება, ანუ რომ აგიშენოს ასე ახლოს და ფანჯრებიც გაგიკეთოს ეზოში და სახლიც დაგიზიანოს. კი, სახლიც დაგვიზიანეს, აგერ ამხელა ბზარები აქვს. შეხედეთ როგორი ბზარები გაჩერდა. ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ მიწა გაჩერდა. ეს მთელი მიწა გადაწყდა. ეს ამ მშენებლობამ გამოიწვია? აი ამ ეს ნახეთ სადა ეს დაწეული. აჰა, ესე ჩავარდნილია. ახეთ რამხელა ბზარია აი აქ. სახლი დაიძრა და წამოვიდა ქვემოთ. აი აქ ბზარი ნახეთ როგორ გაჩნდა. აი
მე ეს ჩემი სახლი რო დაიძურება და დაბლა რო წავა. ვის უნდა მოთხოვო? მერია რას გეუბნებათ? კალაძე რას? უფლება აქვსო. ისი რა სახლი დაგიჭირა? შენებლობის უფლება აქვსო. და სახლს რო ანგრევს? არაო, ეხლაო არ არისო. ეხლა ანუ სამხაროოს ექსპერტიდან დაწერა, რომ ეხლა ვარგისია მისთვის საცხოვრებლად. კომპანიაში გვიდასტურებენ, რომ მიწის მასის ჩამოჭრამ მომიჯნავე ფართი დააზიანა. რატო გაჩნდა ეს ბზარები, ხო არ გაქვთ ინფორმაცია? არაფერი უბრალოდ მიწა მოიჭრა აქ საღდენი კედელი გაკეთებული და ეზოში გაჩნდა ბზარი. როცა გეოლოგიური დაწვრილება ფუტირაი საფრთხეა ესეთი. ამ შემთხვევაში აკეთებენ გამაგრებას მომიჯნავე ტერიტორიის. ანალოგიური არის გაკეთებული იქეთაც არის გაკეთებული. ანუ საფრთხე არსებობს. საფრთხე იმისა, რომ ახლა მიწა მოიჭრა და ეს ვარ ყოფილიყო და ეს გამაგრება არ ყოფილიყო, მართლა ჩამოიშლებოდა. ერთი მეგობარი ყავს ეს მომიჯნავე ყავს მოშორებით და მეორე იმის გვერდზე იყო დასკვნა გაკეთებული სამხაროების დასკვნაში წერია პირდაპირ რომ არაფერი ისეთ ცხოვრებას და საერთაშორისო არ არის. რამ გამოიწვია ორაწოლი? რამ გამოიწვია და იქეთ მიწის ოდნავ ჩამოშლა, რომელსაც აღუდგენ და გაუკეთეთ. უბნიდან უბანში შაბათის ფორმულა გადაადგილდება. დეველოპერული კომპანიების სიმრავლე მარტივი შესამჩნევია. კიდევ ერთხელ მივაკითხეთ ვაკეს, ნოშიკო ნამორაძისთვის გადაცემულ ფიზკულტურის ინსტიტუტის ტერიტორიას. გასულ ზაფხულს ოცნების უმსხვილეს შემწირველს. თბილისის მერიამ დამატებით 12 სართულის აშენების უფლება მისცა. მთელი 12 სართულის დამატების შესახებ გადაწყვეტილება მერიაში ერთ დღეში შეისწავლეს და დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღეს. 220 მეტრიანი ცათაბჯენი ამ ადგილას ჭავჭავაძის 49-ში უნდა აშენდეს. ყველაზე კარგი მაგალითი სხვათა შორის არის 25 აგვისტოს ხდომა იყო თუ არ ვცდები 2023 წლის, როდესაც 5 სამშენებლო ნებართვა ერთდროულად, წარმოიდგინეთ 5 სამშენებლო ნებართვა ერთდროულად გამოიტანა ოცნებამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე და ეს 5-ვე სამშენებლო ნებართვა, ამ 5-ვე სამშენებლო ნებართვის უკან რა თქმა უნდა იდგნენ ოცნების დაახლოებულ პირებზე აღარ არის საუბარი, ოცნების მაღალჩინოსნები. აქ იყო ნინო წილოსანის ოჯახის ინტერესი, აქ იყო გოჩა იანუკიძის ინტერესი, აქ იყო ნოშრევან ნამორაძის ბიზნესის ინტერესი, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესის ინტერესი. მაშინ პარტიამ საეჭვო გადაწყვეტილების გამო პროკურატურას მიმართა. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ ოცნების დეველოპერებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის შეზღუდვები არ არსებობს. კორუფციული სქემა ხშირ შემთხვევაში ზონალური სტატუსის ცვლილებით იწყება. შემდეგ ცვლილებები გენერალურ გეგმაშიც კი შედის. თბილისის მერია ეგრეთ წოდებულ ნოტარიუსად დედაქალაქის საკრებულოს იყენებს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ კორუფციული სქემა თბილისში საათივით აწყობილია და დანაშაულის კვალი ძნელად აღმოსაჩენია. ჩვენ თუ შევხედავთ რა ხდება დღეს ოცნებაში და როგორც თხოვს მათი არაფორმალური მმართველი ბევრ ყოფილ მაღალჩინოსელს, ვისაც უმაღლესი თანამდებობები ეკავა, ხო, აი ამ ფულის დაბრუნებას, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ეს ფულია, რომელიც სამშენებლო ნებართვების გაცემის შედეგად აკუმულირდებოდა ოცნების შავყულაბაში. როგორც ჩანს, აქ იყო თანხმობა ყველა დონეზე ამ ფულის, აი ამ შავი ფულის, ასე ვთქვათ, აკუმულირების შესახებ, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, გარკვეულ მაღალჩინოსნებს ხელი წაუწდათ და პარტიაში უფრო ნაკლები შეიტანეს და თავად უფრო მეტი წაიღეს. შავი ფულისა და ეკონომიკური დანაშაულის არსებობას ოლიგარქის მთავრობა ამდრომდე უარყოფს, თუმცა ამის შესახებ ოცნების ოპონენტები ღიად უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ამდრომდე კლინიკაში რჩება აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელიც, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით თვითმკვლელობას სცადა. შემთხვევიდან მალევე გავრცელდა, რომ მას 300 მილიონის მიტანას ივანიშვილი შუამავლის ჩართულობით თხოვდა. ამბობენ იმასაც, რომ შავი ღრუბელი დასტრიალებს კახი კალაძესა და ნოშიკო ნამორაძესაც, ოცნების შემწირველ და გავლენიან ბიზნესმენზე. შაბათის ფორმულას ეუბნებიან, რომ ნოშიკოს წილების დათმობას ახალგაზრდა ბიზნესმენისთვის ბექა ხოფერიასთვის აიძულებენ. როგორც მთავარი ფეოდალი ბიძინა ივანიშვილი
ისე აქვს გადანაწილებული თბილისი უბნების მიხედვით მის პატარა ფეოდალებზე. შესყიდვებთან მიმართებაში აქვს სრული კარტ ბლანში, მას შეუძლია ააშენოს ცათამჯენი ნებისმიერ უბანში. მიუხედავად იმისა, თუ რა ზიანს მოუტანს ეს დედაქალაქს, დაინტერესებთ მხოლოდ ერთი, რომ რაც შეიძლება მაღალ სართულიანი ცათამჯენი ჩადგან, რომ რაც შეიძლება მეტი მილიონი დატოვოს ამ პროექტმა, რომელი მილიონით შემდეგ პირდაპირ იქნება ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში ჩავარდნილი. ეს არის პირამიდა, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სამშენებლო სექტორში, თუმცა ამ პირამიდაშიც არის გარკვეული რყევები. ნოშიკო ნამორაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ქვეყანაში არ იმყოფება არც ბექა ხოფერია, რომელთანაც ინფორმაციას ვერ ვამოწმებთ. თუმცა შევიტყვეთ, რომ მის კომპანიას ლისით საცხობის პროექტის გამო კორპუსის ახალი ბინადრები უჩივიან. ადგილზე გვეუბნებიან, რომ თანხა ამ პროექტში გადაიხადეს, თუმცა მიიღეს ეს მძიმე რეალობა. კორპუსი ექსპლუატაციაში ისე შევიდა, ადგილზე არ არის მოწყობილი სკვერი, მისასვლელი გზა, არ მუშაობს ლიფტი, გათიშულია ელექტროენერგია, უწესრიგებელია ელექტროსადენებიც კი. არ არის დაცული კანონით განსაზღვრული დისტანცია მომიჯნავე მშენებლობასთან. მეტიც, მოსახლეობამ თანხა ფეშენებელური ტერასისთვის გადაიხადა, თუმცა ეს სივრცე მხოლოდ ორ მეზობელს ერგო. მოსახლეობის ნაწილმა სასამართლოს უკვე მიმართა. უძრავქონება ექსპლუატაციაში არის შესული, მას ვერანაირი სახის დამატებას და ვერანაირი სახის სახელმწიფოებას ვერ განახორციელებს ვერცერთ შეპესზე. ზიანის მხრივ რამოდენიმე 100,000 ლარზე არის საუბარი და ამ მხრივ ძალიან დიდი ზიანი აქვს ფიზიკურ პირებს მიყენებული. და შესაბამისად ჩვენ როგორც დაზავებული ინტერესების დამცველებმა დავიწყეთ სამართლებრივი დავა. საერთაშორისო სასამართლოსთვის სტრასბურგსა და ლონდონში სარჩელი მზადდება საქართველოს წინააღმდეგ. ილმავალ-მშენი ქარხანის დირექტორი წლებია ივანიშვილის ბიზნეს რეკეტზე საუბრობს და საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ელის. ირაკლი ჭითანავას მტკიცებით მისი ქონება ამჯერად ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ხელშია. ილმავალ-მშენებლის დაანგრევა პირველი დღიდანვე იგეგმებოდა ეს ინფორმაცია მე მქონდა. გამოჩნდა ის, რომ ლაგუნა ვერესთან კავშირი და ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილთან ესეთი კავშირი იკვეთება. თბილისში მაგის გარდა ძალიან ბევრი მიწებია, თბილისის გარეთ, თბილისის გარშემო და ყველგან შეიძლება კორპუსების აშენება. ამ ქარხნიდან რა თქმა უნდა ამხელა შემოსავლები ვერ იქნება ვერასდროს, მაგრამ ამ ქარხანას თავისი ფუნქცია აქვს და ეს ფუნქცია არ უნდა დაეკარგოს. ჩვენ მივდივართ ევროსასამართლოში და კიდევ სხვა სასამართლო ბერკეტებს მივმართავთ ქვეყნის გარეთ. ბიზნესმენი, რომელზეც ირაკლი ჭითანავა მიუთითებს, რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველი სიმონ ჩხაიძეა. მის კომპანიაზეა რეგისტრირებული ლაგუნა ვერეც. 2 წლის წინ შპს New City Developments გადაესცა იპოდრომის ნაწილით, სადაც ოლიგარქი ივანიშვილი ცათამბჯენების აშენებას ამ დრომდე გეგმავს. ბოლო მონაცემებით რეკრეაციულ ზონას ქართო ჯგუფი განაგებს. ის ამზადებს დოკუმენტებს გრანდიოზული მშენებლობისთვისაც. საბურთალოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს რეკრეაციულ ზონაში კორპუსების აშენების უფლებას არ მისცემენ. ბიძინამ გადაწყვიტა, რომ ეს ჩვენი ფილტრები წაიღოს და ჯიბეში ჩაიდოს. პირველ რიგში დააზიანებს ხალხის ჯანმრთელობას. მოახდენს კოლაფს, სატრანსპორტოს, ურბანულს. აქ მშენებლობა მივიყვანს კატასტროფამდე. იმიტომ რომ ეს საბურთალოს გახდის ბეტონის ჯუნგლების ცენტრად. რას გვაჭმევენ არავინ არ იცის, რას ვსუნთქავთ არავინ არ იცის. ამხელა ტყვიაო ხაერშიო, რა ბენზინი შემოდის, მაგის შემოწმებას რა უნდა. სკლინტიან იმას გვაჭმევენ, რა ქვია, რძის პროდუქტებს, ხო? რავი, მეტი რა ვთქვა. ცხემის 8 ნომერი ადრე ასე გამოიყურებოდა. დღეს კი ავარიულ ისტორიულ შენობას ახალი ღობე აქვს. გიორგი კოდუა ძველ თბილისში ავარიული და მეზობლებისთვის საშიში ღობის შეცვლის გამო 50,000 ლარით დააჯარიმეს და ქონება დაუყადაღეს. კოდუა გვიყვება ბიუროკრატიული პროცესების პარალელურად მას კაცი მიუგზავნეს, რომელიც კორუფციულ გეგმას და მერიასთან ეგრეთ წოდებული ატკატის გადახდაზე ირიბად მიანიშნებდა. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ თუ ინვესტორი, დეველოპერი
დეველოპმენტი ან რიგითი მოქალაქე სქემაში ჩაერთვება, სასურველ თანხას გადაიხდის, მას არც არავინ დააჯარიმებს და არც დროში შეაფერხებს. წლებია გავიდა რა არქიტექტორი ყოველ დღე დადის მერიაში და ხან რას ეუნებიან, ხან რას ეუნებიან და არ უმტკიცებენ არც კოეფიციენტის გაზრდა მინდა, არც კორპუსის ჩადგმა მინდა, რაც არსებული არის შენობა იმის რეაბილიტაცია მინდა და იყო რამოდენიმე მცდელობა, რომ ეს პროექტი აი იმ არქიტექტორისთან კი არ შემეთანხმებინა, ვინც მე ავირჩი არქიტექტორი, მათ თქოს რომ აი მოდი სხვა არქიტექტორს გამოგიძებნი და ეს არქიტექტორი საჩქარო წესით დაგიმტკიცებთ. ოღონდ საჭირო იყო რაღაც კოლოსალური თანხის გადახდა. იყო კორუფციის უფრო ნიშნები, ვიდრე არქიტექტურის განსამჯელო, იმიტომ რომ არქიტექტორები ამდენ თანხას არ იღებენ, რაც მე თანხა შემომითვალეს და გაკეთებაო ერთ თვეში. მაგრძნობინეს, რომ აი რომ არ გადაიხადე მარცხნივ ეს თანხა, აგერ ჯარიმა მომივიდა. ცათაბჯენები, გაუმართავი კორპუსები, ბეტონის თუ შუშის ჯუნგლები. ქალაქში ყველა უბანში, სადაც არ უნდა გაიხედო. ძველი შენობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ახალი კი კორუფციული გარიგებებით შენდება. ურბანულად განადგურებულ ქალაქში ყველა ხმის დეციბელი ნულამდე რომ დაიყვანო. დარჩება მშენებლობის გამაყრუებელი ხმა, რომლის უკანაც დგანან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილმა დუმილის სანაცვლოდ ფეოდალებად აქცია.